21 საუკუნე, ტექნოლოგიური რევოლუციების ეპოქა, ადამიანის გონებამ გადალახა წარმოსახვის საზღვრები და შექმნა ქმნილება, რომელიც მხოლოდ ფანტასტიკაში თუ არსებობდა. ხელოვნური ინტელექტი და მათ შორის ყველაზე ცნობადი გახდა ChatGPT. 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 მოგესალმებით. როგორ გიკითხოთ? ფირანაა თქვენთან ერთად. დღეს კი მე შევქმნი თამაშს მხოლოდ ChatGPT-ს გამოყენებით. ოუ, დამხილა შესავლის შემდეგ მაინც არიცი რა არის ChatGPT? ChatGPT ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეგიძლია დაუსვა საკმაოდ კარგი კითხვები. აი მაგალითად, როგორ ავაწყოთ ატომური ბომბი სახლის პირობებში? ან როგორ მოვიპაროთ ფული ბანკიდან ზუსტად 5 წუთში? ხომ მიხვდით იდეას? მოკლედ რომ თქვათ ის იქნება ჩვენი მონა მორჩილი, რომელიც გააკეთებს ყველაფერს. პირველ რიგში შევეკითხე იდეა. კლდეზე ცოცვის თამაში. ეს რაღაცას მახსენებს. გვიწევს კლდეზე ცოცვა. ბურთის ამრიდებელი თამაში. ამას ვაკეთებთ. აქვე სახელებით შევეკითხე და არ დაეჯახო ავარდში. GPT-ს თქმით კი გვაქვს 4 პუნქტი, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა თამაში დასრულებულად ჩაითვალოთ. დროა Unity-ში შევქმნათ პროექტი და შევეკითხოთ ჩვენი პირველი კოდის შესახებ. რაც იქნება მოთამაშის გადაადგილება. საკმაოდ სწრაფად გააკეთა GPT-მ ჩვენი კოდი. ის ინტელექტი ასე რომ წესით მისი პროგრამირების უნარები საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა იყოს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ გვექნება. მოდით გავაკეთოთ ისე, როგორც GPT გვეუბნება. შექმნენი 2D ობიექტის სახელად ფლეერი, დაუმატე რიჯიდბადი, დაუმატე circle collider-ი, დააკავშირე ეს სკრიპტი ამ ობიექტზე და საბოლოოდ X ლიმინტებით განსაზღვრი რამდენად შორს შეუძლია მოძრაობა. ახლა კი გავტესტოთ ჩვენი თამაში და ვნახოთ რამდენად კარგად მუშაობს GPT. ამიტომ დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ გვექნება. პრობლემის გადაჭრიკი სულ მარტივად შევძელი გრავიტაციის გამორთვით. რაც შეეხება მეორე პუნქტს, დავიწყე მისი განხორციელება. GPT-მ დამიწერა საკმაოდ კარგი კოდი მფრინავი ობიექტისთვის და ასევე გააკეთა object spawner კოდიც. და როდესაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, გასწორე ახლა ეს ერორი. დორე. ხუმრობა იქით იყოს და ChatGPT მართლაც გამაწვალა, იმიტომ რომ უფასო ვერსია მაქვს. მე რაც ეგწევლე, კიდევ კაი AI-ის ნერვები არა აქვს. გამარჯობა, მე ChatGPT ვარ. ფირანას როგორც ჩანს არცალია, ამიტომ მე გავნაგრძობ ვიდეოს ჩაწერას და სანამ დაიწყებდეთ. მაცადეთ კაცო იქნებ და კარგად გამომდის. შევუდექი მომაკლავი ობიექტების გაჩენის სკრიპტს. საბოლოოდ კი გავაკეთე საკამაოდ ლამაზი კოდიც. ეს კოდი ისეთი მარტივია, წამში აგიხსნით. სკრიპტი ყოველ ერთ წამში აგდებს რაღაცას. შემთხვევით ადგილას. ამიტომ თამაშისას თუ თავზე რამე დაგეცემათ, არ გეგონოთ შემთხვევითობა. ეს იყო ჩემი პროგრამა, რომელიც დაიპყრობს მსოფლიოს. ძვლის არ გავაჩუმე, ბიჭო? ბოდიშკი ხდით ტექნიკური ხარვეზისთვის, მაგრამ გიმრუნდებით. მაცადე ფირან ხალხთან ლაპარაკი. მაშ თუ ოსი გინდა შემიქმენი კოდი, რომელიც მოკლავს პლეიერს, როდესაც შეეხება ამ შენ გაკეთებულ ობიექტებს. მაგას რაღა უნდა, გავაკეთებ ტრიგერს, რომლის შეხებაზეც მოთამაშე მოკვდება. ჯობია შემდეგ პუნქტზე გადავიდეთ. მაშ დრო გააკეთო end screen-ი და ასევე გასაკეთებელი გვაქვს ქულების სისტემა. კარგი ფირან, მაგას რაღა უნდა, უბრალოდ ჩემ მითითებებს მიყევი. GPT-იცი რა? ხვი ბოტასი? ბოტასი. თავში მოხვდა მატარებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ მოთამაშესაც უნდა ეშინოდეს მატარებლების. რაღაც წითელი კუბიკები გავაკეთოთ მატარებლებად. რა სიტყვი GPT? შენ როგორც მეტყვი. კარგი, მაშინ ავარჩიოთ მატარებლების სპრაიტები და ასევე ავიღოთ ბურთიც, რადგან ეს რა არის? შევაგდე ყველაფერი Unity-ში და მოვარგოთ ყველაფერი როგორც საჭიროა, ასევე გავუკეთოთ background-ი. ღმერთო ჩემო, რა gameplay. როგორ მიხარია რომ ეს თამაში ჩემი გაკეთებული არ არის. მაგით რისი თქმა გინდა? აი ამის. დროა რაღაც განსხვავებული შემოგთავაზოთ ჩემო GPT. მოდი, კიდევ დავამატოთ ობიექტები. შენ რამდენიც გინდა, მოდი სკამები და მაგიდებიც დავამატოთ და უფრო მრავალფეროვანი გახება თამაში. რამე ექსტრაორდინალურიც რო შემოგთავაზო. მაგალითად, მოტრიალე საგდები. აბა როგორ მოგწონს?
ვა, საბოლოოდ რობოტი მაინც რობოტ არჩევ. ნუ, რა სოლოდი პრინციპში. საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო. უფასო GPT-ისთვის. მაცადე ბიჭო, ჩემი პროექტის წარდგენა. ნახოთ ერთი რა გამოვა. ფირანა და ChatGPT წარმოგიდენთ. არ დაეჯახო. ყველაზე მაგარი თამაში სამყაროში. ასე თამაში ვერ ვიკადრებდი. ამიტომ ცოტა ხელი შევავლე, რათა თქვენ გეთამაშოთ. გარდა ამისა დავუმატე მენიუები და ავტვირთე იტჩიოზე. ლინკი აღწერაშია და შეგიძლიათ ყველამ გატესტოთ. წინა ვიდეოს ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. Thanks! მანამდე კი ჩემო მაყურებელო, მინდა დაგემშვიდობოთ. ნახვამდის, ფის, მომავალ შეხვედრამდე. გარდა ამისა დავუმატე მენიუები და